Rosie, aha, shenacharki. Mehundar. Itum terafudi sopris umrebiva. Akavartda. Sada. Vaitu, ჩვენ სიმინტეგრაციის გვირაბში ამოვყავით თავი. ეგ რომელ გვირაბში? სამი კონცერტი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება. სიბერით მეხსნილი სამყაროს ბნელსა და ბუასილიან გლოვაკაში. გემზე ვარდგილ და მივცურავ. მაგრამ საიტმა ახლავე ამცნე ხომალდელებს უკლებლივ ყველას რომაც წინაშე წარმოდგენას მართავ ამახა. შემოსავალიქი სული თავად უყოფთა თავშესაფარში გადარიცხე. შენა მოხმარდება. გზათა წინაშე წარმოდგენა არის ამაღა. პირველი აქტი ვერ გაიგებს სასაფლაოა, სასახლეა, თეატრია, ლაბირინთია, ან იქნებ ყველაფერი ერთად. აი, როდესაც მსახიობებმა ნახეს ეს დეკორაცია გაუცდნენ, თითქოს სამოძრაო ადგილი არ რჩებოდათ, მაგრამ მერე ყველა მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის დეკორაციაა, რაზედაც უნდა იმოძრაო. დეკორაცია უნდა ყოფილიყო არაკონკრეტული, არაერთმნიშვნელოვანი, ამავდროულად ვარირების ამტანი, რადიკალურად ცვალებადი, ასევე მსუბუქი და მყარი, რომელზედაც მუდამ ვიღაც მოძრაობს, ვიღაც დადის და ესბადებს თავისებურ პლასტიკას, რომელიც სპექტაკლშია ქორეოგრაფის მიერ მე მგონი ბრწყინვალედ შესრულებული. მეორე აქტი, დეკორაცია უკვე ისეთ ჰორიზონტალურად ლაგდება, პირსია, ზვირთსაჭრელია, ბეწვის ხიდია, ან იქნებ ის ვიწრო მიწის ნაგლეჯია, რომელიც მოზღვავებულმა უბედურებამ დაუტოვა ადამიანებს სამოძრაოდ. ასევე აქაც ხდება ტრანსფორმაცია დეკორაციის. დათოსთან მუშაობა ჩემთვის ადვილიცაა და რთულიც. რთულია, იმიტომ რომ ძალიან მომთხოვნია. მაგრამ ამავე დროს შეუძლია ჩანაფიქრი ისე მშვენივრად გამოიყენოს, რაზედაც ხანდახან მეც არ მიფიქრია. როდესაც მაკეტს ვაკეთებდით, არ მეგონა რომ დათო ესე გამოიყენებდა თელ ჩვენს მიერ გაკეთებულ დეკორაციას და კოსტუმებს. რაღაცნაირად თითქოს ასმაგად დამიბრუნდა ეს ჩვენი გაკეთებული უბრალოდ ჩემი დაშმაგის დეკორაციის მაკეტი. აი თითქოს აი გამოდის მთელი ის ძვლები, რაც გეოდესმე მიმდინარეობია მიწას. მე ბევრი რეჟისორთან მიმუშავია, და რატოღაც გონია რომ მათთვის ხატრობა მხოლოდ ანტურაჟია, რაზედაც ვერ ვიტყოდი ორ რეჟისორზე, რობერტ სტურუაძე და დათო ანტყულაძეზე. რადგანაც მათთან თითქოს თანაბარი რაოდენობის სპექტაკლები მაქვს გაფორმებული. დათოსთან ეს რიგით თუ არ ვწდები მეოთხეა და მასთან მუშაობა არც მომბეზრებია. მესამე აქტი გემბანია იმ ხომალდისა, რომელიც ინგლისისაკენ ან ბურუსით მოცული მხარესაკენ მიემართება. მაგრამ ყოველთვის აი ეს წინა აი ეს პატარა მიწის ნაგლეჯი რჩება.
ხშირად გონია მოკლედ რომ ყველა კითხვას დაეცი პასუხი, ყველა საიდუმლო ამოხსენი, მაგრამ იმავე წამს გაუგნდები ახალი საიდუმლოს წინაშე და გინდება 39-ეს დადგმა. უკაცრავად, ეგ 39 მიზანსცენის ნომერია. უпростоრეთ ერთ-ერთი პოზიცია? არა. როგორ განა ეგ 38 თუ რაღაც ჯერ არ დამთავრებულა? მართლაც დაპატრო დამგარა ჰაერსკი კარს. საიქიოს ვართ მეთქი. ვამებით, აჩრდილებით, პოლიტიკური ლეშებითა და მესამ ვამებით ვართ გარემოში. მასხარა ბებერი ოღრაში ერთი მუზიკა მოსახდარები რომელი ერთი შეგიბრალოთ? ვის გითანაგრძნოთ? კულელებს, მოკლულებს, მოსაკლავებს, წაწყმედილ სულებს, ან იქნებ ქურდებს, გამყიდველებს თუ წაკუზულებს. ის სასარგებლოდ გადავხარო ბედის სასორი. ვინ მეტყვის ამას? მაინც რისი თქმა უნდოდათ რეჟისორსა და მის შემოქმედებით ჯგუფს ამ უჩვეულო სანახაობით. ალბათ იმის წერს ლიტერატურული საქართველო, რომ ქვეყანაში სადაც რაღაც დაამპალასა და დროთა კავშირთან ერთად ყოველგვარი სხვა კავშირებით მორღვეულა და სადაც კაცი აღარ ინდობა ძაღლის გარდა, ჰამლეტის ტრაგედიის კოთურნუსებზე შემდგარი თხრობა აბსურდულია. ეს არის უჩვეულო და ბრძნული წარმოდგენა, რომელიც არაფერს ადრენანახს არ გავს. ჩვენი გადაცემა კვლავ 38-ზე დაწერილი ერთ-ერთი სტატიიდან ციტატით მინდა დავასრულო. გაზეთი კავკასიონი. იმათ, ვით დავით ანდღულაძის და თამარ ჯაფარიძის ერთობლივი სცენარის ანდღულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან აფასებს პიტერ ბრუკის სიტყვებს შევახსენებთ. სამართლიანად ითვლება, რომ თეატრში გარდასახვის ნებისმიერ შესაძლებლობას არსებობის უფლება აქვს. მაგრამ, როდესაც ეს შესაძლებლობანი ძალზე დიდია, ისინი ჩვენ უბრალოდ გვაშინებენ. მიეცით,
ამ მრავალფეროვანი შესაძლებლობების რეალიზების უფლება იმათ, ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება.